მეგობრებო, მოგესალმებით. თქვენთვის, ვინც დაინტერესებული ბრძანდებით, ივნისისთვის პირადი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით, კერძოდ როგორ წავა თქვენი სასიყვარულო პირადი ურთიერთობების სფერო, როგორი განვითარება ექნება ცხოვრების ამ ასპარეს, ასე ვთქვათ, თქვენთვის ივნისის თვეში, რა გელით, რა სიახლეები გელით. ურთიერთობების სფეროში, სიყვარულის სფეროში, ამასთან დაკავშირებით მოგიმზადეთ ტაროს პროგნოზები სამ ვარიანტად. მართალია ცოტა დაგვიანებით გთავაზობთ და ივნისი უკვე დაწყებულია, მაგრამ ჩემი დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, უფრო ადრე ვერ მოვახერხე, რომ შემომეთავაზებინა თქვენთვის აღნიშნულ თემაზე ტარო პროგნოზები, თუმცა ვფიქრობ, რომ ვინც დაინტერესებულნი ბრძანდებით და ინტერესით და ყურადღებით ადევნებთ თვალს ჩემს განახლებებს, თქვენთვის მაინც იმუშავებს ეს გაშლა, მაინც ინფორმაციული იქნება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ თითოეული ვარიანტი იყოს ინფორმაციულად სავსე, დატვირთული და მაქსიმალურად მიუხედავად ფორმატისა, ხოლმე გაშლა არის საჯარო, მიუხედავად ფორმატისა, ვცდილობ ხოლმე, რომ ისეთი ნიუანსები გითხრათ და ისეთი მესიჯები მოგაწოდოთ, რომელიც ახლოს იქნება თქვენს პირადთან, თქვენს პირად ცხოვრებისეულ თემებთან, სიტუაციებთან თუ გამოცდილებასთან. გაშლა შეეხება როგორც აქტიურ ფაზაში მყოფ ადამიანებს, ვისი ურთიერთობებიც არის აქტიურ ფაზაში, უკვე დაწყებულია ურთიერთობები, მაგრამ არის კითხვის ნიშნები, გარკვეული ბუნდოვანება და გაინტერესებთ, რომ ნათელი მოჰფინოთ ამა თუ იმ ჩრდილს თქვენს ურთიერთობაში და მეტი ინფორმაციული სინათლე და სიცხადე, ასე ვთქვათ, შემოიტანოთ თქვენი ურთიერთობების კონტექსტში. ასევე შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ჯერჯერობით არ ჰყავს პარტნიორი, მაგრამ აქვს სურვილი, რომ უფრო გააქტიურდეს მისი ცხოვრების ეს სფერო ივნისის თვის დინამიკაში, ივნისის თვის განმავლობაში. და მოდით ვნახოთ სამი ვარიანტი მექნება წარმოდგენილი ტრადიციულად, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. დავმუხტოთ ტარო, კიდევ ერთხელ ვთხოვოთ სტიქიებს, რომ მოგვაწოდონ ტაროს დახმარებით, ტაროს მეშვეობით. ისეთი პროგნოზები, რომლებიც ახლოს არის თქვენთან, რომლებიც სწორ ხედვას მოგცემთ თქვენს ცხოვრების ამ თემასთან მიმართებაში და დაგეხმარებათ, რომ უფრო ინფორმაციული, უფრო ცხადი და უფრო სწორი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები გადადგათ თქვენი ცხოვრების ამ სფეროში. და მოდით ვნახოთ სამი ვარიანტი. თქვენს თვალწინ ამოვიღებ არკანებს. პირველი ვარიანტი ივნისისთვის პირადი ურთიერთობების განვითარება, მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ივნისისთვის პირადი პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობების განვითარება და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის პირადი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ივნისის თვეში. ვფიქრობ, კარგად უნდა ჩანდეს არკანები, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი გახლავთ წარმოდგენილი. შეგიძლიათ აირჩიოთ ინტუიციურად ერთი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ, თუ ვთქვათ, მოიაზრებთ თქვენს პირადში არა ერთ, არამედ რამდენიმე ადამიანს და ფიქრობთ ჯერ კიდევ რომ არჩევანი ვის სასარგებლოდ გააკეთოთ, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე ვარიანტი, თითო ადამიანი, რა თქმა უნდა, თითო ვარიანტში და მოისმინოთ სამივე, ასე ვთქვათ, ვარიანტის პროგნოზები, სამივე ვარიანტის განვითარება და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი რას გვეტყვის. პირველ ვარიანტში სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ თვითონ ადამიანი ამოდის. ძირითადად ჩემი მსმენელები, ქალბატონები, გოგონები ბრძანდებით, შესაბამისად, მამაკაცები არ მიწყენენ, რა თქმა უნდა, მყავს ისეთი კონტინგენტი ადამიანებისა, ისეთი, ასე ვთქვათ, მსმენელების, რომლებიც არიან მამაკაცები, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცები უფრო უმცირესობაში იმყოფებიან და დიდწილად, დიდი, ასე ვთქვათ, რაოდენობა, ჩემი მსმენელების არიან ქალბატონები, შესაბამისად, მე ვისაუბრებ უფრო ქალბატონების გასაგონად, თუმცა რა თქმა უნდა,
ის ადამიანები, ვინც მე მისმენე არიან მამაკაცები, შეუძლიათ ეს შემოატრიალონ სქესს ამ შემთხვევაში ტაროში განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს. თავარია ვინ ისმენს და ვისთვის ვსაუბრობ. პირდაპირ ამოდის მამაკაცური ენერგია, მამაკაცური კარის კარტი, ეს არის თასების მეფე. თუ კი გავითვალისწინებთ თვითონ კარის კარტს, თვითონ ასე ვთქვათ, კარტის მნიშვნელობას, შემიძლიათ ამომად თქვა, რომ ივნისის თვის სიგნიფიკატორად, თუ მივიჩნევთ აღნიშნულ არკანს, ეს არის საკმაოდ თბილი ემოციებით დატვირთული სასიყვარულო ურთიერთობის განვითარებისთვის საუკეთესო არკანი, ვინც იმყოფებით ურთიერთობაში თქვენი პარტნიორისაგან, მიიღებთ ძალიან ისეთ თბილ შეტყობინებებს, თბილ მესიჯებს, უფრო მეტ ემოციურ გამოხატვას, მეტ სითბოს, მეტ მზრუნველობას. თუ აქამდე ვთქვათ, გქონდათ უფრო დაძაბული ისეთი კონფლიქტური ურთიერთობა, თუ იყო ასეთი, ივნისში უფრო დათბება ურთიერთობა, უფრო მეტი სითბო წამოვა მისგან, უფრო მეტი მზრუნველობის ელემენტები, უფრო მეტად ვთქვათ, შერიგების, ურთიერთობის დათბობის სურვილი წამოვა ამ ადამიანისაგან, ან თუ არ გქონდათ ასე ვთქვათ, დაძაბულ ფაზას არ გადიოდით და ურთიერთობა მიმდინარეობდა ჩვეულებრივ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და არც ნელთბილი იყო ურთიერთობა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში უფრო საგრძნობ განსხვავებას იგრძნობთ, უფრო მეტ მზრუნველობას იგრძნობთ, უფრო მეტ სიყვარულს, უფრო მეტ ინტერესს და გამოხატვას და სურვილს იმისას, რომ ვთქვათ, ადამიანმა შეიძლება შემოგთავაზოთ სადმე გასვლა ქალაქ გარეთ, ან რაიმე საჩუქარი გაგიკეთოთ, ან რაღაცა შეხვედრაზე დაგპატიჟოთ, რაღაცა მეტი რესურსი ჩადოს, მეტი ადამიანური რესურსი, მეტი ყურადღება ჩადოს თქვენთან მიმართებაში და თქვენს ურთიერთობაში, ვიდრე ეს იყო აქამდე. ხოლო ის ადამიანები, ვინც მისმენთ და ვისაც ჯერ კიდევ არ გყავთ პარტნიორი, ივნისის თვე გთავაზობთ მეტ შესაძლებლობას, ვიდრე იყო აქამდე, იმისთვის, რომ გაიცნოთ ასეთი ადამიანი თასების მეფის რანგში, ეს არის მზრუნველი, თბილი, ემპათიური, რაღაცა ურთიერთობისთვის ძალიან შესაფერისი, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც თავადაც სურს იმყოფებოდეს ურთიერთობაში, ყავდეს გულისწორი, ყავდეს პარტნიორი, იზრუნოს მასზე, გამოხატოს სიყვარული, მზრუნველობა და საპასუხოდ მისგანაც მიიღოს იგივე უკავშირი და იგივე დამოკიდებულება. ადამიანი, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე ორიენტირებულია უფრო მეტად ცხოვრების ემოციურ თემებზე, სასიყვარულო ურთიერთობების თემატიკაზე, ვიდრე ვთქვათ კარიერაზე, ფულის შოვნაზე, ან რაღაცა სხვა გამოწვევებზე, ხომ? მისთვის აქტუალურია ურთიერთობები, მისთვის აქტუალურია საყვარელი პარტნიორი, საყვარელი ქალი ყავდეს გვერდით და ასეთი ორმხრივი და სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეს შესაბამის ადამიანთან. ამიტომ იმ მსმენელების საყურადღებოთ, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია და არ ყავს პარტნიორი და სურს, რომ იმყოფებოდეს პირად სასიყვარულო ურთიერთობაში, ივნისის თვე გთავაზობთ ასეთი გაფართოებისთვის არაჩვეულებრივ შანსებს, შესაძლებლობებს, შესაბამისად, თუ მოიწადინებთ და უფრო მეტად აქცენტს გადაიტანთ, უფრო მეტ ყურადღების აქცენტს, ფოკუსს გააკეთებთ ცხოვრების ამ სფეროზე, მართლაც შესაძლებელია ასეთი ადამიანი სრულიად თავისუფლად გამოჩნდეს და ბუნებრივად გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. აი ასეთი გახდათ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო. დამიწერეთ თქვენი ხედვები, ინსაიტები, რა მიგენიშნათ, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რამდენად სწორი პროგნოზი მოგვაწოდა ტარომ თქვენთან მიმართებაში, ხოლო იმისთვის, რომ მატერიალიზდეს აღნიშნული პროგნოზი და დადებითი პროგნოზი ამოვიდა ნამდვილად, თვითონ კარტიც ამას აჩვენებს და თქვენ თავადაც კარგად ხედავთ, ეს თქვენს თვალწინ ამოღებული არკანია, შესაბამისად და ისედაც მე არა ვარ ხოლმე ორიენტირებული მაინდა-მაინც ვთქვათ, კარგი უთხრა ადამიანებს და გული გაუხარო და რაღაცა უფრო მეტად გაზიარდეს ჩემი ვიდეო ამ ხრივ, ეს სიყალბეა, ეს ტყუილია, რა თქმა უნდა და მე ადამიანებს არ ვატყუებ, რაც ამოდის თქვენს თვალწინ შლით და თავად თქვენს აკვირდებით არკანებს და აკვირდებით გაშლის პროცესს, ამიტომ
აქ რაღაცა ჩაწყობით კარტის ამოღება არის გამორიცხული ამბავი, რაც ამოდის იმაზე პირდაპირ ვსაუბრობ, ვინაიდან ამოგვივიდა დადებითი პროგნოზი, დადებითი არკანი და პოზიტიური ინფორმაცია გაჟღერდა თქვენთვის, თუ მით უმეტეს თუ მიგენიშნათ ეს ინფორმაცია და თქვენთან ახლოს მოვიდა და იგრძენით ინტუიციურად, რომ ეს ასეა, დამიწერეთ კომენტარებში თქვენი კომენტარი და იყოს ასე, აღსრულდა. და მოდით გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის არკანი ნახოთ რა გელოდებათ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს ივნისის თვეში თქვენს პირად პარტნიორულ ურთიერთობებთან მიმართებაში. აქ ვხედავთ საკმაოდ ისეთ ორგვაროვან ენერგიებს, ხმლების ორიანს ვხედავთ ჩვენ აქ, ეს არის ვიზუალურად თუ ავღწერთ არკანს, ეს არის ადამიანი, რომელსაც თვალები აქვს ახვეული და გულზე გადაჯვარდენებულ ხელებში უჭირავს ორი ხმალი, ხო? ეს არის ისეთი ემოცემულობა, როდესაც რაღაცას ადამიანი ბოლომდე ვერ ხედავს, მთლიანობას ვერ ხედავს სურათის, ხო? შეიძლება არის გარკვეული ფარული თემები თქვენს ურთიერთობებთან მიმართებაში, რომლის დანახვა არ გსურთ და რაღაცნაირად შეგნებულად ხუჭავთ თვალს რაღაცებზე, ან პირდაპირ მნიშვნელობით მივიღოთ კარტის მნიშვნელობა, რომ იყოს გარკვეული გარემოებები ცხოვრების ამ სფეროში, რა თქმა უნდა, პირად პარტნიორულ ურთიერთობებს გულისხმობ, რომელსაც თქვენ ბოლომდე ვერ ხედავთ, ვერ აანალიზებთ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია თუ კი იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, პარტნიორის მხრიდან იყოს მსგავსი დაფარული თემები, რაღაც იყოს ისეთი გარკვეული ფაქტორები მის ცხოვრებაში, რომელზეც თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ხედვა არ გაქვთ, არ იცით ამის შესახებ, პარტნიორი რაღაცას მალავდეს, შეიძლება აქ არ იყოს ტყუილი და რაღაცა შეგნებულად არ სურდეს მას თქვენი მოტყუება, მაგრამ იყოს გარემოებების პრესინგის ქვეშ და რაღაცეებს არ ამბობდეს ბოლომდე, არ გიხსნიდეთ თავის გულს და გონებას ბოლომდე. ასევე შესაძლებელია ჩვენ აქ ვხედავდეთ ისეთ ენერგეტიკულ მოცემულობას, როდესაც თქვენ შესაძლებელია ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდეს, მაგრამ გქონდეთ შიში იმისა, რომ და წინასწარ სცენების წარმოდგენა გქონდეს ადგილი თქვენს გონებაში, ეს ყველაფერი ხდება გონებაში, იმიტომ რომ ეს არის მენტალური ჰაერისტიკის არკანი, მენტალურ მდგომარეობებს ძალიან კარგად ასახავს, შესაბამისად შესაძლებელია თქვენ გონებაში ფიქრობდეთ, რომ რაღაცა არ წავა ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გსურთ, რაღაცა მაინც ბოლოს გაფუჭდება, რაღაცა ისეთი გამოჩნდება, რომელიც ხელს შეუშლის ურთიერთობის ჯანსაღ განვითარებას, ეს არის შინაგანი შემზღუდველი წარმოდგენები, შინაგანი შემზღუდველი რწმუნებულებები, რომლებიც შესაძლებელია გამოგიმუშავდათ და ჩამოგიყალიბდათ დროთა განმავლობაში თქვენი, ვთქვათ, წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე, რაღაცა არასასიამოვნო უნდა მოხდა თქვენს წინა ურთიერთობაში, თქვენმა ყოფილმა პარტნიორმა მოგატყუათ, ან რაღაცა ისეთი ჩაიდინა გიღალატათ და ამან შინაგანად შეგაშინათ, აი სულიერად შეშინდით. და სწორედ ეს შიში ეს ძალიან ძლიერი ემოციაა, შესაბამისად შიშის ფონზე ყალიბდება ისეთი შინაგანი ენერგეტიკული ბლოკები, რომლებიც შემდგომში სხვა ურთიერთობებში, თუნდაც ძალიან ჯანსაღი და სწორი იყოს ეს ურთიერთობა, ადამიანს ხელს უშლის იმაში, რომ განვითარდეს ამ ურთიერთობაში, განავითაროს ეს ურთიერთობა და რაღაცა ჯანსაღი მსვლელობა მისცეს მას. ასევე ის ადამიანები, ვინც არ ემყოფებით ურთიერთობაში, მაგრამ გსურთ ურთიერთობა, შესაძლებელია იყოს მსგავსი გამოცდილება თქვენს ქვეცნობიერში დალექილი, შეიძლება აღარც გახსოვთ, აღარც ფიქრობდეთ, ახლა როცა წლები გადის, მით უმეტეს ადამიანი სულ ერთი და იგივე სხვა არ უტრიალებს, არა, ცხოვრება გრძელდება, თითქოს ერთის შეხედვით ვაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ ის მაინც ის წარსული ტკივილი, ის წარსული იმედგაცრუება რჩება გონებაში და ის ილექება ქვეცნობიერში და შემდგომში თითქოს შინაგანად გონება ალაგებს სცენარებს, ისეთ ნეგატიურ სცენარებს, რომლებიც მე ძალიან უშლის ხელს ურთიერთობის ჯანსაღ განვითარებას. ამიტომ თუ მიგენიშნათ ეს პროგნოზი,
ფიქრობ, ეს უფრო რაღაცა შინაგანი მდგომარეობის ანარეკს გვიჩვენებს აღნიშნული არკანი, ეს უფრო თქვენი შინაგანი შიშებია, შინაგანი ბლოკებია, შინაგანი შემწყურველი რწმუნებულებებია, რომლებიც ძალიან გიშლით ხელს ურთიერთობის ჯანსაღ განვითარებაში, ან შესაძლებელია მართლა იყოს ისეთი გარემოებები თქვენს ურთიერთობაში, რომელსაც ვერ ხედავთ, ან არ გინდათ რომ დაინახოთ, ან ვერ ხედავთ და შესაბამისად საჭიროა ამის გამორკვევა. ამიტომ თუ ასეთი ეჭვი გაქვთ, უფრო მეტ სიფრთხილეს, უფრო მეტ ყურადღებას გირჩევდით და უფრო მეტ დაკვირვებას ურთიერთობაზეც და პარტნიორზეც. თუ მიგენიშნათ ეს პროგნოზი, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად მოვიდა ეს ვარიანტი თქვენთან, რამდენად მიგენიშნათ, თქვენი კომენტარები, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყოველთვის არის საინტერესო, მნიშვნელოვანი და ვცდილობ ხოლმე, რომ რა თქმა უნდა, ყველა კომენტარს ვკითხულობ და ვცდილობ ხოლმე, რომ საპასუხო, ასე ვთქვათ, უკუკავშირიც გამოვხატო ხოლმე თქვენს კომენტარებთან დაკავშირებით. აი, ესეთი გახლდათ მეორე ვარიანტი ივნისისთვის პირად პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი ივნისისთვის განვითარება პირად პარტნიორულ თემებთან მიმართებაში. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. აქაც ასევე ვხვდებით ჰაერის სტიქის არკანს, ეს არის ხმლების 4-იანი. შესაბამისად, ივნისისთვის პროგნოსტიკასთან მიმართებაში აღნიშნული არკანი საუბრობს, რომ ურთიერთობა, თუ კი არსებობს ესეთი ურთიერთობა და თუ კი თქვენი იმყოფებით უკვე პარტნიორულ ურთიერთობაში, ურთიერთობა იქნება რაღაცნაირად ისეთ გაჩერებულ მდგომარეობაში. ეს არ არის არც ურთიერთობის დასრულება, არც კონფლიქტი ურთიერთობაში, მაგრამ არც განვითარება. რაღაცნაირად ეს არის უფრო რაღაცა გარკვეული პაუზის აღება, მოფიქრება, დაფიქრება, რამდენად უნდა დარჩეს ეს ურთიერთობა, რამდენად უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობა. შეიძლება თქვენ ორივეს გქონდეთ გარკვეული შეთანხმებასავით დადებული, ახლა პირდაპირ რაღაცა წერილობით შეთანხმებაზე, რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი და შეიძლება არც სიტყვიერად არ იყოს თქვენ შორის ესე რაღაცა გაჟღერებული ეს თემა, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ისვენებთ ერთმანეთისგან, ან ისვენებთ ურთიერთობისგან. აქ საუბარია ისეთ ლიფტ პაუზაზე, ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც შესაძლებელია ურთიერთობა გარკვეული პერიოდი გრძელდებოდა საკმაოდ ინტენსიურად, საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩაიდო თქვენი მხრიდან ამ ურთიერთობაში, თქვენი პარტნიორის მხრიდანაც შესაძლებელია და რაღაცნაირად ეხლა გჭირდებათ დასვენება, ეხლა გჭირდებათ გაანტვირთვა. ასევე შესაძლებელია, რომ თქვენს პარტნიორს ჰქონდეს სხვა გამოწვევები ცხოვრებაში და ამ ეტაპზე არ ეცალოს აი ამ ურთიერთობისთვის, ჰქონდეს რაღაცა სხვა პრობლემები, სხვაგან მიდიოდეს მისი ყურადღების ენერგია, შესაბამისად, მას სჭირდება ცოტა ხანი განტვირთვა, ცოტა ხანი რაღაცა პაუზის აღება ამ ურთიერთობაში. იმისთვის, რომ არა იმისთვის, რომ რაღაცა დაასრულოს და დასვას წერტილი თქვენთან მიმართებაში, არამედ იმისთვის, რომ დაისვენოს, აღედგინოს ძალები, მოიკრიბოს ძალები, ჩამოყალიბდეს თავის თავში რა სურს, როგორ სურს, როგორ ხედავს ამ ურთიერთობას და შემდგომ გამოვიდეს კონტაქტზე ადამიანი, გახდეს ვთქვათ ისევ ისეთი ყურადღებიანი, ისევ ისეთი აქტიური, როგორიც იყო აქამდე, ხოლო თქვენთვის, ვინც არ იმყოფებით პირად პარტნიორულ ურთიერთობაში, ივნისის თვეში ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ძალიან ისეთი დიდი განვითარება ექნება ცხოვრების ამ სფეროს თქვენთვის, შესაძლებელია კარტი საუბრობდეს იმაზე, რომ საჭიროა დასვენება, საჭიროა განტვირთვა, საჭიროა კარგად მოფიქრება საკუთარ თავთან. მარტო დარჩენის პროცესში, როცა მარტო დარჩებით საკუთარ თავთან, კარგად დაფიქრდეთ, რა გსურთ, როგორი პარტნიორი გსურთ, ვინ გსურთ, რომ იყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი, ვისთან გსურთ ურთიერთობის აშენება, ну ჯერ დაწყება, რა თქმა უნდა, და შემდგომ ამ ურთიერთობის აშენება. ეს არკანი უფრო არის
თვით განკურნების, თვით გაჯანსაღების არკანი, როდესაც ადამიანმა რაღაცა ბრძოლები გამოიარა, რაღაცა დიდი ტკივილები გამოიარა, ან გარკვეულ დანაკარგზე გავიდა, ან რაღაცა პრობლემების წინაშე იდგა ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, წარსულს გულისხმობ და ახლა მას სჭირდება დასვენება, ახლა მას სჭირდება ძალების აღდგენა, რეგენერაცია იმისთვის, რომ სრულფასოვნად განაგრძოს ცხოვრება. ახლა ის ძალიან დაღლილია, ხო? აქ მესაუბარი არა მაქვს მაინც და მაინც მხოლოდ პირად პარტნიორულ ურთიერთობაზე. შეიძლება თქვენ ცხოვრებაში იყო გარკვეული ტკივნეული გამოცდილება ამ მხრივ, ან თუნდაც სხვა მხრივ პრობლემები, რამაც გამოგფიტათ, დაგღალათ და ახლა შესაბამისი საწვავი, ბჭყალებში თუ შეიძლება ასე ჩავსვავ ამ სიტყვას, საწვავი, ანუ ენერგორესურსი არ გაგაჩნიათ იმისთვის, რომ ურთიერთობაში შეხვიდეთ და მით უმეტეს რომ ეს ურთიერთობა განავითაროთ. ამიტომ სამყარო ტაროს სიმბოლიზმით, ტაროს სიმბოლიკის ენაზე გეუბნებათ, რომ ახლა ივნისი თქვენთვის ვინც არჩეთ მესამე ვარიანტი საუკეთესო პერიოდი ურთიერთობის ასაშენებლად არ არის, ეს თვე უფრო არის დასვენების, საკუთარ თავთან განმარტოების, მედიტაციის, თვითგანკურნების პერიოდისთვის. პერიოდი უფრო და თვითგანკურნებისთვის განკუთვნილი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეთ და ესეთი ნათლად დაინახოთ მოცემულობა, თუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრების გაგრძელება აი ამ პაუზის შემდგომ და როგორ გსურთ, რომ განავითაროთ ის ურთიერთობა, თუ უკვე იმყოფებით ურთიერთობაში, როგორ გსურთ განავითაროთ ეს ურთიერთობა სამომავლოდ, ხოლო თუ არ იმყოფებით ურთიერთობაში, მაშინ როგორი ურთიერთობა გსურთ, რა ფორმატის ურთიერთობა გსურთ, როგორი ადამიანი გსურთ თქვენს გვერდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მივხვდით ალბათ. აი ასეთი იყო მესამე ვარიანტის პროგნოზი ივნისისთვის პირად პარტნიორულ ურთიერთობებთან მიმართებაში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თუ მოვიდა ეს ხედვა, ეს პროგნოზი თქვენთან ახლოს, დამიწერეთ კომენტარებში თქვენი კომენტარები. მეხმარება პირადად მე გვერდის განვითარებაში, ესეც ერთგვარი ენერგობალანსია. ამასთან, რა თქმა უნდა, მაინტერესებს თქვენი უკავშირი და თქვენი აზრი, რაღაცა ისე რო არ გამოვიდეს, რომ საკუთარ თავთან ვსაუბრობ და საკუთარი თავისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მე მინდა ვიგრძნო თქვენგან უკავშირი და ამ უკავშირის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის, რა თქმა უნდა, კომენტარებში თქვენი აზრის დაფიქსირება. ეს გახდა საჯარო გაშლა, ჩემო მეგობრებო, ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, ამასთან დაკავშირებით უკვე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, მესენჯერში, ხოლო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კი ამოიწურა და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.